გამარჯობა მეგობრებო, ჩემი სახელია სლაუ და ნახეთ, რა ვნახეთ მე და რობოტმა ახალ ამბებში. სასტრაფო სიახლე. ყველა მიტოვებული შავი მერსედესი წყალში აღმოაჩინა. ჩვენი არხის ვერტმფრენმა ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში. უცნობია ვის ეკუთვნის ისინი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს, ნამდვილი მერსედესი წყლის ქვეშ. ხო, მაგრამ ასე აღტაცებული ნუ იქნები. ეს შეიძლება საშიში და გიჟური სიტუაცია იყოს. რადგან ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მერსედესი არ გავს, ეს უფრო განგსტერის მერსედესს გავს. ეს შეიძლება ეთრამეს ნიშნავდეს. აქ იყვნენ ბანდიტები, განგსტერები, ისინი არალეგალურ ნივთებს გადაჰქონდათ. ისინი ძალიან გიჟებს და ძალიან შეშინებულ ადამიანებს გვანან. გესმის ჩემი? ისინი ყოველთვის შავ მერსედესს იყენებენ იარაღის გადასატანად და ზუსტად იმ მომენტში ამას აკეთებდნენ. მაგრამ შემთხვევით ისინი ერთმანეთს გაბრაზებულები იყვნენ და რაღაც პრობლემა ჰქონდათ და შეიძლება ამ ბიჭებიდან ერთი ძალიან ხარბი იყო. მას არ უნდოდა ფულის და საქონლის გაზიარება თავის კოლეგასთან, ამიტომაც ჰქონდათ კონფლიქტი. ამიტომაც ჰქონდათ პრობლემა და შემთხვევით ვერ შეძლეს მანქანის კონტროლი. ეს მანქანა, ეს განგსტერის მანქანა წყალში ჩავარდა და შემდეგ მათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ. ეს მანქანა შეიძლება სავსე იყოს იარაღით. შეიძლება სავსე იყოს არალეგალური ნივთებით და ამ განგსტერს არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ მოცმე მოეკლა. ხო, ეხლა უნდა გამოვიძიოთ ეს ამბავი, რადგან არ ვართ დარწმუნებული ეს სიმართლეა თუ წყვილი. მაგრამ ეხლა ამ დინარის გასწვრივ გავივლით და მალე ვეცდებით ვიპოვოთ ნამდვილი განგსტერები. მერსედესი, რომელიც წყლის ქვეშაა. ხო, წავედით ბიჭებო. ეხლა იმ ადგილას ვართ, სადაც ვერტმფრენმა მერსედესი აღმოაჩინა და მგონია მანქანა ამ გზით მიდიოდა. და შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ საბურავის კვალი. ისინი პირდაპირ ჩვენს ოპერატორთან მიდიან და ნახეთ, აქაც გრძელდება. აქ ვიპოვეთ რაღაც პლასტმასის ნივთი, რომელიც შეიძლება განგსტერის მანქანის ნაწილი იყოს. ასე რომ ეს ნამდვილად ჩვენი პირველი კვალია გამოძიებაში. მაგრამ შემდეგ უნდა გაგვეგრძელებინა საბურავის კვალის მიყოლა და სწორედ იქ ვიპოვეთ ნამდვილი განგსტერის მერსედესი წყლის ქვეშ. ეს დაუჯერებელია. ბიჭებო, ნახეთ, მოდით ახლოს. ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო რობოტო, რას ფიქრობ? ბოდიში რომ რობოტი ხარ. წყალში ვერ შეხოლ, მაგრამ მე კარგად ვარ მომზადებული. მოვიტანე ყველა საჭირო ნივთი, რომ სწორად ჩავატარო გამოძიება ამ განგსტერის მერსედესზე. მოდით მოვემზადოთ. შენ ვერ მოემზადები, მე კი მოვემზადები. ეხლა მზად ვარ, წყალში ჩავკვე. ეს მართლა სიგიჟეა. წყალი ძალიან ცივია და ბიჭებო, ნახეთ, შიგნით რაღაც უცნაურია. დიახ, მართალი ვიყავით, ეს ნამდვილი მერსედესია. და ნახეთ, კარები. ღმერთო ჩემო, აქ ძალიან ძლიერი დინებაა, მაგრამ კარები ღია. ასე რომ შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ სიტუაციის შემდეგ მათ მოუწიათ იმ ადგილის დატოვება. განგსტერებს რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინათ იქაურობა. ხომ ასეა, რობოტო? არა, მე არ დავტოვებ იმ ადგილს. მინდა გამოვიძიო ეს, რადგან ნახეთ ბიჭებო, რაღაც აქვეა. ღმერთო ჩემო, შეხედეთ მაგას. ღმერთო ჩემო, ეს რაღაც სიგიჟეა. ეს მართლა განგსტერის მანქანაში იყო, რა შეიძლება იყოს ეს? მოდით ცოტა გავხსნათ ეს, რომ ნახოთ რა არის. ღმერთო ჩემო, ეს ფხუნილია. ბიჭებო, ეს სიგიჟეა. ეს თეთრი ფხუნილია, ბიჭებო, ეს სიგიჟეა. ჰეი, რობოტო, რა შეიძლება იყოს ეს? დიახ, მართალი ხარ. ეს არალეგალური ნივთიერებაა, რასაც განგსტერები ატარებდნენ. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან ბევრია. ეს სუპერ არალეგალურია. სინამდვილეში ეს სიგიჟეა და საშიშია. მაგრამ ბიჭებო, კიდევ რაღაცას ვხედავ. შიგნით აქ არის ჩანთა სავსე სხვადასხვა ნივთებით, ასე რომ განგსტერები ისე სწრაფად გარბოდნენ, რომ ყველაფერი აქ დატოვეს შიგნით. მოდით ვნახოთ ეს ჩანთა და გამოვიკვლიოთ. ღმერთო ჩემო, იქ რაღაც სიგიჟეს ხედავ. წავიდეთ წინ.
დავდოთ აქ ეს ნამდვილი განგსტერის ჩანთა. ვაუ, ბიჭებო, ღმერთო ჩემო, ვაუ, რობოტო. ხედავ ამას. კი, ეს სიგიჟეა, ფულის შეკვრებია. ღმერთო ჩემო, რამდენი ფულია? ვაუ, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია. ჩანთა სავსეა, ღმერთო ჩემო, მაგრამ რა ჩანთაა ეს? რა არის ეს ფხუნილის პაკეტები? არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ გონია რომ შეიძლება საშიში იყოს. მაგრამ ბიჭებო, ეს $10,000 შეკვრა $1,000,000 გავს. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან გიჟური აღმოჩენაა. მაგრამ ბიჭებო, ამ ფულის და ამ ნივთების დაჭერა სრულიად არალეგალურია. ასე რომ ამ განგსტერის მანქანა სავსეა არალეგალური ნივთებით. აბა რობოტო, რას ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით? გულისხმობ, რომ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. ხო, მაგრამ თუ პოლიციას გამოვიძახებთ, ისინი ყველაფერს წაიღებენ. ეს ხომ არალეგალურია. არა, არ მინდა მთელი ფული პოლიციას მივცე. ეს ძალიან ბევრი ბულია. არ მკირდება, არალეგალური ნივთები კი, წაიღონ ყველაფერი, მაგრამ ფული მინდა. მაინც საინტერესო იდეა მაქვს, ბიჭებო. რა იქნება თუ ჩვენც მოვაშორებთ რამდენიმე კვალს? მომეცით ავხსნა რას ვაპირებ. ფული უნდა შევინახოთ, ხომ ასეა? და არც ის მანქანა და არც მტკიცებულებები არ გჭირდება, ხომ ასეა? მოიცადეთ, მოусმინეთ, შესანიშნავი გეგმა მაქვს, ჩემს გუნდს დაურეკავ. გამარჯობა ბიჭებო! გესმით ჩემი? გამარჯობა ბიჭებო! გესმით ჩემი? კი, დახმარება მჭირდება. წყლიდან უნდა ამოიყვანოთ განგსტერების მერსედესი. ამოყვანა მჭირდება. Okay, we're rolling now. კარგი, შესანიშნავია. ჩემს კოორდინატებზე გელოდებით. მაშველების გუნდს დაურეკე და ისინი დამეხმარებიან მანქანის წყლიდან ამოყვანაში. დიახ. შემდეგ მანქანიდან გამოვალთ, მტკიცებულებებს გავანადგურებთ, ყველა არალეგალურ ნივთს გავანადგურებთ და ფულს დავიტოვებთ. და სანამ ჩემი მაშველების გუნდი მოვა, მოდი ახლოს მივიდეთ და ვნახოთ რა არის საბარგულში, რადგან ყველა მტკიცებულება უნდა მოვაშოროთ, ასე რომ რატო ფიქრობ რომ ეს არალეგალურია? არა, მე არ ვარ განგსტერი. არა, მე არ გადამაქვს ყველა არალეგალურ ნივთს. კი, ვეთქვი რომ ეს შენ ხარ. თუ პოლიცია მოვა, ვეთქვი რომ ეს შენ ხარ. კარგი, ანუ ეხლა შენ ხარ დამნაშავე. ხო, მოდით ბიჭებო, ვნახოთ რა არის საბარგულში. ვაუ, ეს სიგიჟეა. ხო, დინება აქ ძალიან ძლიერია სინამდვილეში, ძალიან საშიშია, ასე რომ არასდროს სცადოთ ამის გამეორება. სჯობს, გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან ეს საუკეთესო მხარდაჭერაა, რაც შეგიძლიათ გამიწიოთ. ამას ძალიან დავაფასებ. ხო, რობოტო. დიახ, ბიჭებო, გთხოვთ, გამოიწერეთ ახლავე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ოცნება, რაც შეიძლება მეტ გამომწეს მივახციოთ. მაგრამ ჯერ მოდით ვნახოთ, რა არის მიტოვებულ საბარგულში. ვაუ, ბიჭებო, ეს სიგიჟეა. ეს ის არის, რასაც ვფიქრობ. ეს იარაღებია, პისტოლეტი, აკი და რაღაც თოფის მსგავსი. ღმერთო ჩემო. იმედია, ხელთათმანები მაქვს და ჩემს ანაბეჭდებს არ დავტოვებ, რადგან ეს ნამდვილი კრიმინალური საქმეა, ხო? რობოტი ამბობს, რომ უნდა წავიდეთ, მაგრამ არა, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი გამოძიება გჭირდება. ნახე, კიდევ ერთი ჩანთა და აქ რაღაც დამალულია. იარაღები არ გჭირდება, მაგრამ ძალიან მძიმეებია. სინამდვილეში ნამდვილი აკია. ეს სიგიჟეა და ძალიან საშიშია. მოდით ცოტა გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ რა არის იმ ჩანთაში. მოიცადე. ეს ბევრია, ბიჭებო, მართლა ბევრია. ნახეთ, ეს წყალია, ძალიან სველია. $100 ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ეს ამდენი დოლარი ცურავს აქ საბარგულში. ეს სიგიჟეა, ბიჭებო. აი რატო გჭირდება ევაკუაცია? აი რატო გჭირდება ბუქსირება? და ნახეთ, ეს ჩანთაა. დიახ, ღმერთო ჩემო. ნახეთ, ეს კიდევ ერთი ჩანთაა, სავსე ფულით და იმ ნივთით, რაც არალეგალურია და სიგიჟეა. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი დანაშაულის ადგილია.
ასეთი რამ არასდროს მინახავს. საბარგული სავსეა ფულით, ძალიან მომწონს ეს. რას ამბობ, შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე? ჩვენ ვერ დავტოვებთ. ვერ დავტოვებთ ამ ადგილს. ეს ძალიან ბევრი ფულია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არალეგალურია. უბრალოდ ვიკვლევ, ვატარებ გამოძიებას, რატომ არის ეს არალეგალური. ხო, ბანდიტუ საქმეებთან მაქვს საქმე, მაგრამ რა? მე ბანდიტი არ ვარ, უბრალოდ დეტექტივი ვარ. არა, მე ციხეში არ მივდივარ, შენ მიდიხარ ციხეში. ხო, გადავწყვიტეთ, რომ შენ გააკეთებ ამას. კარგი, მოდი დაველოდოთ ჩვენ სამაშველო ჯგუფს და წყლიდან ამოვიღებთ იმ ნივთს. დაი, მოდიან, ეს ჩემი სამაშველო ჯგუფია. მოდიან, გამარჯობა ბიჭებო. ხო, ასე რომ. დიახ, აქ ინგლისურად საუბრობთ. დიახ, მოდი აქ ეხლავე, მოდი აქ. მე და ჩემი რობოტი, ჩვენ ვიპოვეთ ეს რაღაც. ეს მერსედესია, ეს უნდა იყოს განგსტერული მერსედესი. წყლის ქვეშა, ასე რომ კარგად ხარ მომზადებული, რომ ეს რამე წყლიდან ამოიღო, ხომ ასეა? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. განგსტერი 6, 7, 7. კარგი, ეხლა ეს რაღაც წყლიდან უნდა ამოვიღოთ. გამარჯობა, სლოსი. გამარჯობა, სლავა. გამარჯობა, რობოტო. წყალი მერსედესი, გარეთ, კარგი, გარეთ. განგსტერული მერსედესი. ჰო. ინგლისური კარგად არიციან, მაგრამ პროფესიონალები არიან, დამიჯერეთ. ეხლა სამაშველო ოპერაციას ვატარებთ. ეხლა ყველაფერს ვამზადებთ. ასე რომ ჩვენი მისია საკმაოდ მარტივია. ავტომობილს ეს უზარმაზარი თოკი შემოვახვიეთ და შემდეგ გვაქვს ეს ჯალამბარი. ეხლა მანქანას მივამაგრეთ ამ გზით და ვიმედოვნებთ, რომ ელექტრული ჯალამბარის გამოყენებით შეგვიძლია ის რამე წყლიდან ამოვიღოთ. დიახ, ეს სინამდვილეში საკმაოდ რთული და საშიშია. მაგრამ მე, ჩემი რობოტი და ჩემი გუნდი ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ის განგსტერის მანქანა წყლიდან ამოვიღოთ. Вы что, дебилы? Я вам сказал достать машину, вы ее смяли. ეხლა საკმაოდ უცნაური სიტუაცია გვაქვს. ნახეთ, როგორ ძლიერ დაზიანებულია ეს მერსედესი. ეს უბრალოდ იცით, თელი მეტალის ჩარჩოა გადახრილი. ხო, ეს სიგიჟეა. ნახეთ, ეხლა ეს მანქანა ისე ძლიერ დაზიანდა, ეს ნაწილიც ასევე. ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი დაძაბულობის ბრალია. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამაშველო ოპერაცია. კიდევ არის პრობლემები. ღმერთო ჩემო, კარი გააღე, არ დახურო. ჩემო, კარი გააღე. პრობლემა. კარგი, უნდა მოვიფიქროთ უკეთესი გეგმა, რომ როგორმე ეს გავაუნჯობესოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რობოტსაც დაგვეხმარებინა ცოტა მანქანის მუხრუჭის დაჭერით, რადგან ის იწყებს მოძრაობას. ეს არის მუხრუჭის პედალი, არა გაზის. გაზი არა, მუხრუჭი, უბრალოდ დაიჭირე, კარგი? Как страшно. ღმერთო ჩემო. რა ხდება? კარი ისევ გაიღო. ბიჭებო, ნახეთ რა საშინელებაა. ეს იმდენი მიწა, ეს იმდენი ქვა. ეხლა კი სინამდვილეში მანქანა ძალიან დაზიანებულია. ეს ცოტა უცნაურია. ფრთხილად ბიჭებო, ფრთხილად. ჩვენ ჯერ კიდევ ამას ვაკეთებთ. ეხლა პროცესი მიმდინარეობს, ეხლა მანქანა თითქმის წყლიდანაა ამოყვანილი, ნახევრად მიწაზეა, მაგრამ მაინც აქ ძალიან ბევრი დაზიანებაა. ბორბლები, საბურავები ძლიერ დაზიანებულია, ასე რომ სინამდვილეში ეს უკანა წამყვანი ბორბლებით აღჭურვილი მანქანაა. არ ვიცი, შეძლებთ თუ არა ამ მანქანის დაქოქვას და მართვას ეხლა, მაგრამ მაინც შეხედე დაძაბულობას. ეხლა ძალიან საშიშია. დაძაბულობა სიგიჟეა.
ამ ნიუტებს თოგზე ვამაგრებთ, რომ ცოტა გადავარჩინოთ, მაგრამ მაინც საშიშია. გადავთვიდეთ, რომ რობოტი გამოვიკენოთ. ეი, რობოტო! ეი, ყველაფერი რიგზეა. ეს შესანიშნავია, ეს კარგია. ასე რომ, რობოტი აკონტროლებს პროცესს და ჩემი სამაშველო გუნდი აქ მუშაობს. კარგი, შეგვიძლია გავაგრძელოთ. წავიდეთ. ბიკებო, მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაჩვენოთ. თუ ჯერ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, ახლავე გამოიწერეთ ჩემი არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა ძალიან მჭირდება თქვენი გამოწერები. თუ ჯერ კიდევ უყურებთ და თუ ეს ვიდეო მოგწონთ, დალაიქეთ, გთხოვთ და დააწექით გამოწერის რილაქსს. იპოვეთ ეს წითელი ღილაკი და გახადეთ ის ნაცრისფერი. გთხოვთ, დააწექით გამოწერის რილაქსს ახლავე. აქ დაძაბულობა იმდენად მაღალია, რომ Mercedes-ის დაზიანებები წარმოუდგენელია, რადგან ყველა თოკი და ჯალამბარის ყველა თოკი იმდენად ძლიერად არის დაჭერილი, რომ ეს ძალიან საშიშია. მაგრამ ჩვენ ეხლა ვაპირებთ მთელი მანქანის წყლიდან ამოღებას, მაგრამ ეს მაინც ძალიან საშიშია. მოდით გავაგზელოთ ეს. ამას ვაკეთებთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვეცდებით. ჩვენ გვეშინია, რომ ეხლა ჩვენი ჯალამბარი შეიძლება გაფუჭდეს. მომიტანეს ნიჩაბი. გადავთქვეთე, მანქანა ამომეთხარა. შეიძლება მე მიწიდან თავისთაც კი დაიძრას, მაგრამ ნახოთ. ბიჭებო, გადავწყვიტეთ ეს გოგო ცოტა ამოუთხაროთ, რომ ჩვენი გათხრის პროცესი დავასრულოთ, იმიტომ რომ ბიჭებო, დიახ, გოგო, იმიტომ რომ ეს მართლა სიგიჟეა. უბრალოდ იცით, აქ მთელი ორმო ბორბალმა გააკეთა, მუშაობს როგორც სათხრელი ნიჩაბი ან რაღაც მსგავსი. ასე რომ, აქ დიდი დაზიანება გვაქვს, მაგრამ კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა სამაშველო ოპერაცია ბოლომდე მივიყვანოთ და შეგვიძლია თუ არა ეს Mercedes-ი შემდეგ ისევ გაუშვათ და ვატაროთ? მაცქლიw! ის მთხოვს საჭე მოვატრიალო, კარგი? ასე რომ გადავწყვიტეთ შევცვალოთ Mercedes-ის მიმაგრების წესი. ჩვენ ვაბრუნებთ იმ ნიუტს და შემდეგ გადავწყვიტეთ დავამაგროთ არა შასიზე, არა კორპუსზე, არამედ ბორბალზე ამ გზით. ასე რომ ჩვენ ავიდევთ ორ ბორბალს და ვეცდებით შევცვალოთ თოკის კუთხე. მოდით ვნახოთ იმუშავებს თუ არა, რადგან იმ მიმართულებით წინ ვერ წავალთ. ასე რომ ბოლოს შეგვიძლია დავინახოთ მანქანის წინა ნაწილი, ახლა უკვე გამოჩნდა და ასეთ ცუდად აღარ გამოიყურება. ახალმა მეთოდმა იდეალურად იმუშავა. ეხლა მხოლოდ რამდენიმე ბოლო საქმე დაგვრჩა და შემდეგ მანქანას წყლიდან ამოვიყვანთ. მანქანა უკვე წყლიდან ამოვიყვანეთ, მაგრამ ჯერ კიდევ მიწასთან გვაქვს საქმე. და ასე რომ ბოლოს თითქმის წარმატებას მივახციეთ, მაგრამ კი შეხედეთ რა რაოდენობის დაზიანება მივიღეთ აქ. ბევრი გატეხილი ნაწილი, ბევრი დაზიანებული და გადახრილი მეტალის დეტალი გამოვიდა იმ განგსტერული Mercedes-იდან, განსაკუთრებით კი ბორბლები. მაგრამ ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. უნდა გავაგრძელოთ სამაშველო სამუშაოები. უნდა გადავაბრუნოთ ჩვენი მანქანა. უნდა მოვიტანოთ, არ ვიცი, საბუქსირე პლატფორმა, რომ ეს რაღაც აქედან წავიყვანოთ, ხომ ასეა? ხო? და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმე მოვიდეს აქ, დაბრუნდეს თავისი ნიუტებისთვის. კარგი, ასე რომ რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ. კარგი, მოდი დავიწყოთ. თუ ნაპირზე ახვალ. წადი, გაჩერდი. სუპერ. კარგი, ეხლა თითქმის გავაკეთეთ ეს, ჩვენ თითქმის გავუშვით და დავძარით ეს Mercedes-ი. ეს არის ბორბლები უხვევს, ბორბლები ტრიალებს, ასე რომ შეგვიძლია ვცადოთ დღესვე გაუშვათ და დავძრათ. მაგრამ ჯერ დავჭირდება რაღაც შეკეთება ხო ამ განგსტერისგან, Mercedes-ი. კარგი. ასე რომ ჩვენი სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ჩვენი Mercedes-ი განგსტერებისგან მზადაა გადასაცემად.
ამ ჯემის გამოყენებით აქვე ჩავტვირთავთ და შემდეგ ამ ტერიტორიას დავტოვებთ. რა ხდება რა? მოიცა, რობოტმა რაღაც იპოვა. ღმერთო ჩემო, ეს რაღაც საშიშად გამოიყურება. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს რაღაც განგსტერს გავს. განგსტერს ზუსტად ესეთი ტანსაცმელი აცვია. მოიცა, ეს ხო ბანდიტია, ბანდიტის რაღაცებია. ღმერთო ჩემო, თო ჩემო. არა. ეს გავს მოკლულ განგსტერს. დიახ, ღმერთო. ეს ბიჭი ერთ-ერთი მათგანია, ერთ-ერთი იმ ბანდიტთაგანი, ვინც ამ განგსტერულ მერსედესს მართავდა. და მერე მგონია ერთ-ერთი მათგანი მოკლეს და აქვე დატოვეს. ესე იგი, ეხლა უნდა ვიჩქაროთ გენდობი, რაც შეიძლება მალე უნდა დავტოვოთ ეს ადგილი. კარგი ბიჭებო, იჩქარეთ. უნდა ჩავტვირთოთ რაც შეიძლება სწრაფად. მოდით, კარგი, წავიდეთ ბაზაზე. ეს მართლაც შესანიშნავი საქმე იყო. ეხლა ეს განგსტერული მერსედესი უნდა მივიყვანოთ ჩვენს ბაზაზე, გავცადოთ, გავუშვათ და ვმართოთ, ვცადოთ შეკეთება და გამოვიკვლიოთ ყველა ეს საიდუმლო. მოკლედ ბიჭებო, ეს გავაკეთეთ მე, ჩემი რობოტი და ჩემი გუნდი. ეს განგსტერული მერსედესი, ეს ბანდიტის მანქანა ჩვენს ბაზაზე მოვიყვანეთ. და ეხლა თქვენი მისია ბიჭებო, გაჩუმდეთ. თქვენორმა უნდა გაიკეთოთ კამერა და აღადგინოთ მთელი მანქანა. უნდა გააკეთოთ ისე რომ იმუშაოს და იაროს. კარგი, ასე რომ წადით, უნდა შეაკეთოთ. მოკლედ ბიჭებო, ეხლა ვნახოთ ვიდეო, რომელსაც ჩემი გუნდი თქვენთვის შექმნის და ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ მერსედესის ამუშავება და მოძრაობა. ჰეი, ეს კარგი საქმე იყო. ჩემმა გუნდმა შესანიშნავად შეასრულა. კარგი საქმეა, ძალიან კარგი საქმეა ბიჭებო. მადლობა მანქანის აღდგენისთვის. ეხლა ჩვენ ვაღდგენთ ამ მიტოვებულ განგსტერულ მერსედესს და ეს ძალიან მაგარია. დიდი მადლობა ბიჭებო. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, ახლავე გამოიწერეთ ჩვენი არხი. არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ და ჩვენი ოცნება, რაც შეიძლება მალე მივახციოთ 4 მილიონ გამომწერს. მოდით ერთად გავაკეთოთ ეს. უბრალოდ გამოიწერეთ და დალაიქეთ, კარგი? მადლობა მეგობრებო, ნახვამდის.